დღეს ვიზაურებთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, თემა, რომელიც უნდა დააინტერესოს როგორც ახალგაზრდებს, ასევე ასაკში შესულ ადამიანებსაც, იმიტომ რომ გარკვეული უპირატესობებით სარგებლობენ ეს ადამიანები, მათ აქვთ გარკვეული პრივილეგიები და ყველაფერს თავი დავანებოთ, ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებაში ჩაბმა. მოხალისეები, ეს არის რგოლი ჯაჭვში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს ადამიანები უშუალოდ არიან კონტაქტში ჩამოსულ სტუმრებთან, ასევე სპორტსმენებთან, ჟურნალისტებთან და ძალიან დიდი ფუნქცია აკისრიათ მათ. სწორედ მოხალისეების შესახებ ვისაუბრებთ, ჩვენ სულ რამდენიმე დღეა დაიწყო მათი შერჩევა, ბუნებრივია გავერკვევით თუ რა კრიტერიუმებით ირჩევიან მოხალისეები და ამის შესახებ მოხალისეთა პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ხაჩიძე ისაუბრებს. მე აქვე გეტყვით რომ ჩვენი ტელეფონის ნომერი 38 38 94. შეგიძლიათ დავკავშირდეთ დასვათ ნებისმიერი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ კი გაგიჩნდებათ ინტერესი და გაქვთ სურვილი იყოთ მოხალისე სუპერთასის მატჩზე და წინა დღეებში ბუნებრივია შეგიძლიათ დავკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და დასვათ ნებისმიერი კითხვა. გიორგი, დიდი მადლობა გაცემაში მონაწილეობისათვის. მე აღვნიშნე წინა სიტყვაობაში და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, მიუხედავად იმისა რომ არის მოხალისე, მას ვთქვათ, არც ჯამაგირი ეკუთვნის, არც დანამატი, არც პრემია, იმიტომაც მოიცავს ეს სიტყვა მოხალისე ყველაფერს ერთად, მაგრამ არის პრაქტიკულად ხერხემალი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოსამზადებელ პერიოდში. მოდი დავიწყოთ პირველი და განვმარტოთ მაყურებელს ფუნქცია, რა შედის მოხალისეთა ფუნქციაში. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, რომ საუბრობთ ამ თემაზე. პირველად ვარ თქვენ ეთერში ამ დროს რაც ქათინაურებს ამბობენ ხო. ზოგადად მინდა ვთქვა რომ ყველა შენი პროექტი ყოველთვის ისეთი მისასალმებელია, აზრიანია, რაღაც კონკრეტულ რაღაცებს მკაფიოდ შეეხება და ხაზი რომ მოკლედ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება მამოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ხერხემალი, როგორც შენ აღნიშნე, ეს არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას უდგებით ისე, როგორც უნდა მიუდგეთ და ვიწყებთ და იგივე თბილისი 2015-ით დაწყებული და ისეთი ღონისძიებები იქნება, სადაც ეს ინსტიტუტი, ეს მხარე უნდა დავამკვიდროთ და განვავითაროთ და მე ვფიქრობ, ერთი რომ სუპერთასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოხალისეების არსებობა და სწორად შერჩევა და სწორი ახალგაზრდების და არა მარტო შერჩევა და მეორე მე ეს მოგცემს ბიძგს, რომ შემდეგ წავიდეთ და მოკლედ ეს არსებობდეს რაღაცა მხარე მოხალისეობის. ეს არის რგოლი, რომელიც მე და სულ უნდა ვისაუბროთ ამაზე და განმეორდეთ, რომ სუპერთასს ატარებს ვინ UEFA, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რა თქმა უნდა, ქალაქი, ყველა სპორტთან დაკავებულ ფეხბურთთან და ასოციაცია. და სხვადასხვა უამრავი სტრუქტურა კიდევ. რეალურად არის საორგანიზაციო კომიტეტი, ასე ვთქვათ, შედგება UEFA-ს საორგანიზაციო კომიტეტიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტიდან და შემდეგი რგოლი არის მოხალისეები, რომელზეც ძალიან დიდწილად იქნება წარმატება და კარგად შესრულება დაფუძნებული რა. კი ბატონო, მოდი ჩვენ ახლა განმარტოთ, მე რა თქმა უნდა მივყვებით თანმიმდევრულად ყველაფერს, ვისაუბრებთ იმ მემორანდუმზე, რომელიც გაფორმდა თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტთანაც, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მოდი რომ ვისაუბროთ ლოკაციებზე, სად უნდა განლაგდნენ, ვთქვათ, მოხალისეები და რომელ ლოკაციებზე ეს დაიწყება, ვთქვათ, მოყვება აეროპორტიდან და სხვადასხვა წერტილებით თუ შემოიფარგლებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული ტერიტორია. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი რასაც მოიცავს თვითონ სუპერთასი, სადაც თითო სპორტული მხარე იქნება თუ არასპორტული, რაც ასე თუ ისე კავშირში იქნება სუპერთასთან, მის ჩატარებასთან ყველგან საჭირო იქნება მოხალისეები. მოხალისეების ჩართულობა, რა თქმა უნდა, მანამდე მაგაზეც ვისაუბრებთ ყველა ეტაპს გავიგეთ, მაგრამ იწყება იმით, რომ პირველ რიგში აკრედიტაცია, ჟურნალისტები ბევრად უფრო ადრე ჩამოდიან, როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები, ესე უცხოელები და სადღაც ერთი კვირით ადრე, 11 აგვისტოს გვაქვს, უკვე სააკრედიტაციო
სააკრედიტაციო სისტემა გაშვებული იქნება და აქაც უკვე გჭირდება მოხალისეები. შესაბამისად, აკრედიტაცია სპეციფიკური თემაა, ეს არის რომ ვიღაცა უბრალოდ ინგლისური იცოდეს და დაგვეხმაროს, აქაც იმათი რაღაც უნარჩვევებზეა დამოკიდებული. ეს არის პირველი მხარე, მერე იწყება აეროპორტით, პირველი ვინცაც ხდება ჩამოსულელი სპორტსმენი. ანუ სახე რეალურად ქვეყნის პირველი რა შტაბ-ეშტილებაც გექნება აეროპორტიდან. იმ ადამიანმა, ვინც იქნება აეროპორტში, უნდა დატოვოს კარგი შტაბ-ეშტილება, უნდა იცოდეს თავის ამოცანა, რას ასრულებს, თავის დავალება და იმ ადამიანს, ვინც ჩამოვა, უკვე შეექმნათ განწყობა, რომ ჩამოვიდეს სუპერთასზე, დაქარიან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიციაა უშუალოდ სტადიონზე, თუმცა ამას სულ ხაზს უსვავ, რომ არ ნიშნავს, რომ ფეხბურთს უყურებ და ფეხბურთს. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, კი. ძალიან ბევრი მიმართულება მედიასთან, როგორც ტივი მედია, ასევე ბეჭდვითი მედია, პრესა, იგივე ფოტორეპორტიორები, ყველა ამ ჯგუფს თვითონ ვინც იქნება გააშუქებს, დაწერს, გადაიღებს სუპერთასს, ყველგან აქ იქნებიან მოხალისეები აუცილებელი. ანუ მენეჯერები, რომლებიც ჩვენ საორგანიზაციო კომიტეტში არის, იმათ ასე ვთქვათ, ასისტენტები არიან ეს მოხალისეები ჩვენი. კი ბატონო, გასაგები. მაყურებელს მინდა შევახსენო ტელეფონის ნომერი და თემა, რაზეც საუბრობთ 38-94 ჩვენ საუბრობთ სუპერთასის მატჩზე მოხალისეების მსურველებისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ რაოდენობაზეც, მე ვიცი რომ ეს რაოდენობა იცვლება მაქსიმალურად. თუ კი გაქვთ კითხვა და სურვილი გახდეთ მოხალისე სუპერთასის მატჩზე, შეგიძლიათ დაგუკავშირდეთ და დასვათ ნებისმიერი კითხვა. ჩვენ საუბრობთ გიორგი ხაჩიძესთან, მოხალისეთა პროგრამის ხელმძღვანელთან. გიორგი, აუცილებლად უნდა კითხო, მე არ მინდა რომ მოხალისემ გაიგოს ეს სამწუხარო ჩვენთან ხდება რა, ასე რომ თქვა პოლიციელს უხარია სტადიონზე მისვლა, იმიტომ რომ თამაშს ყურების სურვილი აქვს. იქ სტიუარტს უხარია და ერთვება სტიუარდის პროგრამაში, იმიტომ რომ თამაშს უყურებს და საბოლოო ჯამში გერმანიაზე მივიღეთ ის, რომ ყველა თამაშს უყურებს და 7 კაცი შემოქანდა სტადიონზე. მე მინდა რომ თქვა უბრალოდ კითხვა, მე თქვა მინდა რომ გავხდე მოხალისე. ჩამოვიდეს სტუმარი. და დღეში ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ რაოდენობას სტუმრებისას, ამ შემთხვევაში შევჩერდები აეროპორტზე, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე დატვირთვა დიდი იქნება. ამ მოხალისის მოვალეობა შედის თუ არა ის, რომ თქვა სტუმარი მიაცილოს რაღაც კონკრეტულ ადგილამდე თუ უბრალოდ თქვა უთხრას, რომ აი ნიშნულს მიყევი და ასე შემდეგ. ხო, გააჩნია პრინციპში, თუმცა არის ის როგორც უბრალოდ welcome მოხალისე, რასაც ქვია, არიან ისინი, ვინც მიმაგრებულები იქნებიან რაც ქალაქში თვითონ სხვადასხვა ჯგუფებზე ჩამოსული ადამიანების და ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად სტადიონზე იქნებიან, ფეხბურთს უყურებენ, რითიც დაიწყე. ამ ადამიანების საქმე იქნება კონკრეტულად, ასე ვთქვათ, welcome hospitality, სასტუმროში მიცილება, დაკვალიანება, კითხვებზე პასუხის გაცემა. პრინციპში ფეხბურთთან რაღაც პოზიციები არის, რაც კავშირი არ აქვს. ხო, აი ამის განმარტება, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ადამიანს უცებ შეექმნა შტაბ-ეშტილება, რომ ის შევა გასახდელში და გადაიღებს ფოტოს და ფეხბურთელებთან იქნება და ჩვენ ხო რაღაც თამაშებზე, ნაკრების თამაშებზე, სრულფასოვნად რამდენი ნაკრების თამაში გაქვს ნანახი, ხო? 90 წუთი თუ მე არ უყურე მუშაობის დროს პრაქტიკულად არც მაგას ვამბობ. ეს ადამიანებიც რა თქმა უნდა ფეხბურთი უნდა უყვარდეთ და ბოლო ფეხბურთია ხო ეს სუპერთასი და მე ყველაფერის. ამ ადამიანების საქმეც არის ორგანიზება და არა მატჩის ყურება და იმით უნდა დავტყვეთ, რომ ამაში მონაწილეობა მივიღეთ და არა უყურეთ. აი ეგ არის რა. კი ბატონო, ერთ-ერთი მთავარი თემა აი ამ კრიტერიუმებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მრავლად გაქვს შენ შედგენილი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი თემა არის ამ მიმართულებით, რომ ადამიანს ელემენტარულად, ანუ მოხალისე არის შეიძლება დილის 6 საათიდან მუშაობდეს ღამის 12 საათამდე, მაგრამ 6 საათზე ჩამოსულ სტუმარს ღიმილით დახვდეს და ღამის 12 საათზე ადამიანია, ხო, ბუნებრივი რესურსი შეიძლება ამოიწუროს. მე ხვდები, რომ შეიძლება იქ თქვათ იყოს რაღაცა გარკვეული ცვლილებები, ჩანაცვლებები, მაგრამ თლიანობაში მაინტერესებს რა კრიტერიუმები უნდა შეასრულონ მათ და ამავდროულად აი ეს მიდგომა ადამიანებთან. ამას თუ გაესმება ხაზი, თუმცა მაყურებელი ყავს და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. საღამოს მშვიდობის გისმენთ. გამარჯობა, ესე იგი, თქვენ რასაც საუბრობთ, ის მაინტერესებს დაახლოებით მე.
ანუ რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს სურველი და თუ არსებობს მოხალისეებისთვის ქვედა ასაკობრივი ზღვარი. მადლობა. დიდი მადლობა. 2-38-38-94 დაგვიკავშირდით მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ხო, იგივე თემაა და ძალიან კარგია. არსებობს ზღვარი დავიწყებ, არსებობს 18 წლიდან ზევი და უკაცრავად რიგ პოზიციებზე არის რომ 20 წელი და გააჩნია რაღაც კონკრეტულ საქმეს აქ თავის შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ხო, ეს უნარჩვევები, ცოდნა ეს მე არ შემიდგენია, ეს UEFA-ს მხრიდან მოდის სამუშაოს აღწერილობა და რა უნდა აკმაყოფილებდეს ის ადამიანი, ვისაც სურვილი ექნება, რომ იმ პოზიციაზე იყოს მოხალისე. რა თქმა უნდა, უცხოენების ცოდნა, რაც მეტი უკეთესია, თუმცა თქვა ერთი უცხოენას თუ კარგად იცის, ეს უკვე პრინციპში საკმარისია, მაგრამ ზოგადად რაც მეტი უკეთესია. ჩვენ სააპლიკაციო ფორმაში ძალიან მნიშვნელოვანი პირადად მე ვკითხულობ ყველა ამ იმას გვიწერენ ყველა სხვა ინფორმაციასთან ერთად ვთხოვთ რომ სამოტივაციო წერილი ერთის მხრივ რატო თვლიან ეს ადამიანები რომ უნდა იყვნენ მოხალისეები და მეორეს მხრივ რას მისცემს თქო მოხალისეობა სუპერთაზე მათ ამასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თუ ადამიანი კარგად დაგვისაბუთებს, ასე ვთქვათ, შემდეგ ეტაპზე უკვე გადასული. რიგ შემთხვევაში სხვათა შორის არის, რომ ფიზიკურადაც ძალიან მზად უნდა ვიყოთ და ესეც UEFA-სგან არის ეს დირექტივები წამოსული. რა თქმა უნდა, ცოდნა, რა თქმა უნდა, განათლება, რითიც დაიწყე, რომ არ არის აუცილებელი იყოს ახალგაზრდა. ხო, რა თქმა არის განაცხადები და ამას ძალიან მივესალმები, რომ 40 წლის, 30 წლის ხალხი და პირიქით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მეტი უფრო ისეთი განსწავლული, უფრო მეტი გამოცდილების მქონე იქნება. ყოველთვის ორი ხელით მივესალმები, თუმცა რა თქმა უნდა, მან ძირითადი აქცენტი კეთდება ახალგაზრდებს. 18 წელი და ზევით რიგ პოზიციებზე შეიძლება უფრო დიდი ასაკიც იყოს მოთხოვნილი, 20 წელი, 22 წელი გააჩნია სპეციფიკას, რასაც ვამბობდი. კონკრეტული პოზიციის. შემდეგ უკვე, როდესაც აპლიკაცია ძალიან მარტივი აპლიკაციაა, სხვა თქმის. აი ხა უყურებ ზუსტად რომ შევხედო რამდენად მარტივია. თუმცა ყველა ის პუნქტი, რაც აქ ჩვენ შევიტანეთ, შეგნებულად გავამარტივეთ, მაგრამ რაც შევიტანეთ, აუცილებელია რომ სურველებმა ესე ზედმიწევნით გაითავისონ და დააკმაყოფილონ. თუ ვიღაც ზერელეთ მიუდგება, ეს უკვე ჩვენთვის და კონკრეტულად ჩემთვის ამ პროცესში უკვე ის არის, რომ მე მას გვერდზე გადავდებ და არ განვიხილებ. თავის არა, არც უნდა იყოს განხილული, ზერელე მიდგომა, სუპერთასი არ არის ზერელეთებმა და შესაბამისად. მე მინდა ფეხბურთი, მე ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი, ის რომ თქო შემდეგ ეტაპზე გასაუბრებაზე დავიბაროთ. სხვათა შორის ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ უკვე არის 200-მდე განაცხადი შემოსული. ხო. კი ბატონო. კარგი, მოდი განვაგრძოთ, აი ხა მე გავხსენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე არის ქვეპუნქტი, ანუ სუპერთასი, თქვენ თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, ნახოთ იქ სუპერთასი და სუპერთასიდან გადახვიდეთ უკვე მოხალისეების შერჩევაზე. იქვე არის სააპლიკაციო ფორმა, არის ძალიან მარტივი, თუმცა არის რამდენიმე კითხვა, რომელზეც ბუნებრივია მოგიწევთ პასუხის გაცემა და შესაბამისად შემდეგ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩაერთვები თუ არა მოხალისეთა პროგრამაზე. ზუსტად ამ თემაზე მინდოდა გადასულიყავი, აი როგორ მიდის, სულ რამდენიმე დღეა დაიწყო მოხალისეთა შერჩევა, აქტივობა არის თუ არა, თქვა დღეის მონაცემებით რამდენად დიდია ინტერესი და რა რაოდენობის მსურველი აღმოჩნდა. თავიდან, როდესაც იმას ემთხვევა ხოლმე, თუ რომ გამოვაცხადეთ, ძალიან დიდი აქტივობა იყო, ასე მოვაწყდა ხალხი, მე ნელ-ნელა შენელდა, ეხაც ალბათ ამ გადაცემის მერე ეს უფრო გაიზრდება, ხო, ამას ნუ აქვს მნიშვნელობა. ამ წუთას არის დაახლოებით 200-მდე განაცხადი მოსული, თითოეულ განაცხადს გულდასმით მოწმეთ შეხარ, უზივარ პირადად მე ამ პირველ ეტაპზე ვათვალიერებ, განვიხილავ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ უმრავლესობა, ასე ვთქვათ, მოყვება იმაზე და რასაც მოვითხოვთ, იმას გვეუბნება, ასე ვთქვათ. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ესეთ არ განიხილავთ. ხო, საერთოდ გადავდებ ხოლმე ეგეთებიც ყოფილა. ამ 200 განაცხადიდან უკვე შემიძლია ვთქვათ, პირველი ეს ფილტრი გაიარა, ну, შეიძლება ნახევარმა გაიარა.
ცოტა ნაკლებმა, რომელსაც მე რა თქმა უნდა დავიბარებთ გასაუბრებაზე და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამის მერე კიდევ უფრო ეს გასაუბრებად საინტერესო იქნება. მე მინდა კითხო საშუალო ასაკზე, და თქვა გოგონები უფრო აქტიურობენ თუ ბიჭები, რომ პროცენტულად როგორ შეგვიძლია რომ შეიძლება ოდნავ მეტი არის ბიჭები, მაგრამ ისე ვერ ვიტყვით რომ ბიჭები ბევრი არიან, გოგოები ნაკლები, ესე არ არის ძალიან სასიამოვნოა ესეც რა, რომ მარტო ბიჭები მე ფეხბურთი მიყვარს ბიჭი, ბევრი ძალიან ისეთი გოგოა თან ისეთ პოზიციებზე, რომელიც ეხა მისასალმებელია, შეიძლება 60-40-ზე ასე ვთქვათ. გოგოები, ბიჭები და გოგოები შესაბამისად. კი ბატონო. კარგი, მაყურებელი ყავს კიდევ ერთი საღამომშვიდობის მოგესალმებით გისმენთ. საღამომშვიდობის, მაინტერესებს რა რაოდენობის მოხალისეები არის, ანუ გარკვეული ლიმიტი თუ არის მოხალისეების და კიდევ მაინტერესებს მქონდეს თუ არა мотиваცია, იმიტომ რომ აპლიკაციის გამოგზავნა მინდა და რა კონკურენციაში, რა სახის კონკურენციაში მოვყვები. თქვენ ენა იცით, რომელიმე ვთქვათ უცხო ენა ამ შემთხვევაში, რაც ერთ-ერთი დიახ, მაგალითად ინგლისური, რუსული. კი ბატონო, კარგი. აი ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, თქვენ თუ ეხა შემოგვიერთით ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე დევს აპლიკაცია და შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეავსოთ. мотиваცია რა თქმა უნდა უნდა გქონდეთ და ობიექტურია ის არის მოხალისეობა რა რაღაც ნაცნობობა და მეგობრობა აქ არ ჭრის პირიქით რაც მეტი კარგი ადამიანი მოვა ყველასპირ სულ ვარაუდობთ რომ დაახლოებით 150 მოხალი ესე არ არის კონკრეტული ციფრი არ გვაქვს ესეც დამოკიდებულია იქ რომ 11 აგვისტოა ერთი რომ რაღაც ბირთვი გვეყოლება თუმცა უნდა ყავდეს ცოტა მეტი მოხალისე რომ ხო მაგრამ გიორგი ბოდიში 11 აგვისტო მე არ მინდა რომ ხალხმა მაყურებელმა გაიგოს რომ ეს მარტო 11 აგვისტოს არის არა მათი ჩართულობა უნდა დაიწყოს თამაშამდე მინიმუმ 10 დღით იგივე ივნისიდან უკვე მომზადების გადამზადების პროცესი იწყება თითოეულ ადამიანს რო ავსებენ უთითებენ რა თქმა უნდა პოზიციას სამი ის გვაქვს პუნქტი რომ თქვა პირველი მნიშვნელოვანი ისინი რომ ამ პოზიციაზე უნდა თუ არა მაშინ აქ როდესაც ეს ადამიანები შეირჩევიან უკვე ივნისიდან იწყება ამათი გადამზადება მომზადება სუპერთასისთვის კონკრეტული დირექტივების მიცემა შესაბამის მიმართულებების მენეჯერებთან უკვე ამათი ასე ვთქვათ ნიბმა და ეს პროცესი უკვე ივნისიდან დაწყებულია რაც შეგვიძლია აგვისტოს 11 აგვისტოს არის თამაში ერთი კვირით ადრე ამ ეს მობილიზაცია უკვე უნდა იყოს მაქსიმალურად. რაღაცა პოზიციებია, სადაც თქვათ მარტო მხოლოდ 10-ში, 9-ში და 11-ში ასაკო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მანამდე ის წასულია ჩვენთან ერთად არ არის და ხო და რას ვამბობ, დაახლოებით ვარაუდობთ, რომ 150 მოხალისე იყოს ამაში ჩართული. ეს ერთი სულ ძალიან კარგია, რომ ბევრი მსურველი იქნება და კონკურენცია გაიზრდება და სწორედ ეს კითხვა დასვა, რომ რამდენად დიდი იქნება კონკურენცია, თქვათ. დიდი იქნება ალბათ და ძალიან კარგია, თუმცა ესეც დამატებითი мотиваციაა, რომ თუ იმ ცოტა ხალხში მოხდი, ცოტა რაოდენობაში, ესე იგი უკვე შენ თავში გაცილებით დიდი რწმენა გაქვს და არ ვიცი. კი ბატონო, მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გამარტო, რომ მოხალისე თვითონ ბუნებრივია ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მოხალისე თვითონ გულისხმობს იმას, რომ არის მოხალისე და შესაბამისად ამ ყველაფერს აკეთებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა мотиваციაში რაღაცა თქვათ ეს რომელიმე ეს მიმდინარეობა იგულისხმოთ. თუმცა მე მაინტერესებს, აი რას თავაზობთ თქვენ, კი ბატონო, არის სუპერთასი უნიშნელოვანესი ღონისძიება, მაგრამ რა შეთავაზებას იღებს თქვათ მოხალისე თქვენ რას თავაზობთ? აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მე პირადად ცოტა შორიდან დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხს. ყოველთვის მაგალითად ნიუ-იორკ მარათონზე ვიყავი შარშან მოხალის. ეს ჩემთვისაც რომელიცაც თუ კვალიფიციური მენეჯერი ვარ, რაღაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო, დიდი გამოცდილება მივიღე, ნუ ფეხბურთი ნიუ-იორკ მარათონის სხვადასხვა პრინციპი ერთიან დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობ. იგივე ვთქვათ, ბევრი ევროპის ჩემპიონატზე მინდოდა მოხარა. მოკლედ ეს გვაძლევს ჩვენ ადამიანებს რაღაც გამოცდილებას, სუპერთასია, ხო? ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო რაღაცა მოხდება ჩვენ ქალაქში. ერთი სუფთა სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ მეორე საერთოდ სპორტთან შეხება არ აქვს. და რასაც ვამბობ, აეროპორტი, იგივე VIP სერვისები, უამრავი VIP სტუმარი ჩამოვა სხვადასხვა რანგის. უამრავი სპონსორი იყავს სუპერთას
სოფლიოში წამყვანი ბრენდები. მარკეტინგული თვალსაზრისით ამ ადამიანებისთვისაც, ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი. სუფთა მედია თვალსაზრისით ძალიან ბევრი საინტერესო რა, ჩემთვისაც დღეს როცა იგივე შესარჩევ თამაშებს უყურებ, ძალიან ბევრ ახალს ვიგებ და ვსწავლობ, ასე ვთქვათ. ეს არის ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი გზავნილი ამ ადამიანებისთვის. ეს უნდა იყოს. ვაძლევთ ამას პირველ რიგში, რა. საშუალებას ვაძლევთ, რომ რაღაცა გამოცდილება მიიღონ, თავისი განათლების შესაბამისად ალბათ ძირითადად ესე იქნება ნახონ ის რაც აინტერესებთ და უამრავი ადამიანი გაიცნო იმ შესაბამის სფეროში და ხვალინდელი დღე აქვს ამ ყველაფერს. მათ შორის რანგი ძალიან მაღალი დონის ადამიანები. მე რო რაღაც მაინტერესებს, მაგალითად ფოტორეპორტიორი ვარ მომავალი, ხო? ეს არის ასე ვთქვათ ბურთი და მოედანი. აჰა და ხედავ რა ხდება რეალურად აქ და ამას წავ. კარგი. გარდა ამისა რომ მაყურებელი შემოვუშვით. უკაცრავად ძალიან დიდ ხანს გავავდინეთ, ბოდის გიხდით გისმენთ. საღამოშიდობისა. საღამოშიდობის. ერთისა. აზრი მაქვს. დიახ. კარგი ისე. იქნებოდა რა ჩვენი ფეხბურთისთვის. ემბლემად ბორჯაო აგვერჩია, როგორც რაგბისტებს აქვს და დიდი წარმატება მოაქვს ბორჯაოს და ფეხბურთშიც რო გავაკეთოთ ესეთი ემბლემა. კარგი, დიდი მადლობა. ბორჯღალი და სუპერთასი ცოტა შორს არის ერთმანეთისგან. მე თხოვნა მექნება თუ შეიძლება რომ თუ კი მაყურებელი იქნება ზარები შემოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ და კითხვები დასვათ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. საუბრობთ სუპერთაზე და კითხვას სვავს, რატო არ შეიძლება რომ ბორჯღალი იყოს ფეხბურთში. ვისაუბროთ ორშაბათს მაგ თემაზე სიამოვნებით. გიორგი, ეკიპირება და ვთქვათ გარკვეული მომსახურება. ამა ეს ადამიანი, რომელიც ვთქვათ 8-9 საათის განმავლობაში იქნება თავის პოსტზე, ხო, მოდი ესე დავარქვათ, მას ყვება ჭირდება, უამრავი დეტალია ისეთი, რაც უნდა შევთავაზოთ. იქნება შიფტები, დროები, ისე არ იქნება რომ ვიღაცა ისე დავტვირთოთ რომ მთელი ენერგია ძალად და ენერგია გამოვაცალოთ, რა თქმა უნდა იქნება შიფტები, რა თქმა უნდა ეს ადამიანები იქნებიან მომარაგებული შესაბამისი კვებით, ჭამასმა არ იქნება პრობლემა, ეკიპირებულები იქნებიან მაისურით, კეპით, რუგზაკით, სადაც ყველა ეს ატრიბუტი ედებათ, გააჩნია ესეც მოხალისეებს ვინსად და როგორ იქნება. მაგრამ ჩაცმო უნიფორმა ექნება ყველა თავის თავად შესაბამისი სუპერთასის ეს ტრადიციული ამბავია. ეს დაფიქსირება ყველას გადაეცემა დიპლომი, ვინც მიიღებს მონაწილეობას და ეს არის ფარატინა ფურცე. კარგი, მაყურებელი ყო საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ, მაინტერესებს ფასი სუპერთასის ბილეთების და როდიდან შემეძლება რომ ვიყიდო ბილეთები. კარგი, ნუ რაც ეხება ბილეთებს, ბილეთების ფასი არის 7-15-7-დან 30 ევროს ჩათვლით, მინიმალური თანხა არის 7 ევრო, მაქსიმალური არის 30 ევრო. ბილეთების გაყიდვა დაიწყება ბუნებრივია მას შემდეგ, რაც დასრულდება ორივე გათამაშების ფინალი. მე აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 16-15-16 ჩამოვა ორივე გუნდის ხელმძღვანელობა და ათვალიერებენ სტადიონებს, ანუ ეს იქნება ინსპექტირება, შესაბამისად გაიმართება პრესკონფერენციაც, ბუნებრივია და უკვე ამის შემდგომ დაიწყება იმის. ამის შემდგომ ორივე ფინალის, ანუ ჩემპიონატ ლიგის და უფას გათამაშების ფინალის შემდეგ და აქვე მინდა გითხრათ, რომ მაინც მოგიწევთ აქტიურობა ინტერნეტ სივრცეში, რადგან პრაქტიკულად ყველა ბილეთი გაიყიდება, ბილეთები ჯიზე ფასზე მოგახსენეთ უკვე 7-დან 30 ევროს ჩასვლით. გიორგი, ვსაუბრობთ ეკიპირების და დიპლომის შესახებ. ამ დიპლომსაც ალბათ გარკვეულწილად, აი, სიტყვაზე ხარ რო ავიღოთ, შენ თავად ახსენე რომ იყავი ნიუ-იორკის მარათონზე მოხალისე. თქო, იქ რომ მიხვიდე დიპლომით, ნუ ეხ მოხალისე მაინც ისეთი მომენტია, რომ თუ კი არის საშუალება დიპლომის გარეშეც ბუნებრივია. ხო, ახლა დიპლომი მიზანი არის, თუმცა რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა აქვს, რომ შენ ესეთ რაღაცაში მიიღე მონაწილეობა, ამას აქვს გეძლევა ასე რომ სერტიფიკატი, ცნობა, რომ შენ რაღაც გააკეთე და ისევ და ისევ იმას უბრუნებ ის ადამიანები, ვინც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, ნიშნავს რომ ერთი აკმაყოფილებენ რაღაც კრიტერიუმებს და მეორე კიდე უფრო ამის ჩატარების შემდეგ უფრო გაიზარდნენ პროფესიულად. კარგი, ნელ-ნელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, აუცილებლად უნდა კითხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიმართულებით. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ
ეს არა მარტო ჩვენი სუპერთასის, არამედ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უნდა დაისვას ეს კითხვა, რაოდენობა თუ ხარისხი. ხარისხი, რა თქმა უნდა, ხარისხი, ისევ და ისევ, ხარისხი არის მთავარი რა, ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ყველაფერში, ხო? ხარისხი ყოველთვის ყველაფერში ხარისხი და ასე ვთქვათ, ჩემი გარდა იმისა, რომ ჩემი საქმეა და სამუშაო, ასე ვთქვათ, ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწევს შეხება პირის გასაუბრების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მე შევამოწმებ და ამის კომპეტენცია მაგ და რახან ჩამბარდა ეგრეა და მიხარია, რომ ბევრ კარგ კვალიფიციურ ადამიანს შევარჩევ და მეცოდინება, რომ რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისგებლობაც კიდე ასმაგდება, რომ მე თუ არასწორი ადამიანი შევარჩე, ესე იგი რაღაც ისე მეც ვერ ვარ სათანადო დონეზე. ხარისხი და ძალიან მკაცრად იქნება მოთხოვნა, ასე ვთქვათ, თუმცა ისევ და ისევ ძალიან მარტივია ამ ყველაფერზე. და ბოლოს მინდა კითხო იმ მემორანდუმის შესახებ, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რა მიზანს ემსახურებოდა მემორანდუმის გაფორმა. თბილისი 2015-დან ოლიმპიურ ფესტივალთან ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, იმიტომ რომ ფაქტიურად ის საქმე, რომელიც ჩვენ ნოლიდან უნდა გვეწარმოებინა, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის საშუალებით ძალიან, ასე ვთქვათ, წინ წავიგდეთ და პრინციპში დიდი ნაწილი საქმის რა თქმა უნდა სულ არა და რაღაც დონეზე გაკეთებული აქვს ორგანიზაციას და ჩვენ ძალიან გამოგვადგება ეს. რა თქმა უნდა სხვადასხვა სპეციფიკა ის არის, ასე ვთქვათ, ოლიმპიადა, სხვადასხვა სპორტშია, სხვადასხვა რაღაცებია საერთოდ, თუმცა ძალიან დიდწილად ბევრ რაღაცაში იკვეთება. რა თქმა უნდა, მათ გადავამზადებთ იმ ადამიანებსაც, ვინც იქიდან მოვა, ასე ვთქვათ, ჩვენთან. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან გამოგვადგება ეს ჩვენი ურთიერთობა. იმათ ყავთ მონაცემთა ბაზა დაახლოებით 3000 ადამიანი. ხო, ის ძალიან მასშტაბური ღონისძიებაა. იმათვისაც დიდი мотиваციაა ის, რომ ეს კი დაინტერესება დიდი იყო იმ მემორანდუმის გაფორმებისთვის. ხო, გახსოვს, რომ იმათთვის ეს ბიძგია, რომ შენ აქ თუ გამოიჩე, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მე თბილისი 2015 მოხალისე ვიყავი და ჰოპ, ახლა სუპერთაზეც მივიღებ, თუმცა ეს რეკომენდაცია, ის გამოცდილება, რასაც ეს ხალხი იქ შეიძენს, ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდად წაგვადგება. თუმცა ეს არ უნდა უბრალოდ ვინც იქ არ არის ჩართული, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის უპირატესობა აქვს საერთოდ. კი ბატონო, ძალიან კარგი, საინტერესო საუბრისთვის დიდი მადლობა. გიორგი ხაშიძე, მოხალისეთა პროგრამის ხელმძღვანელი საუბრობდა, მოხალისეთა პროგრამა სუპერთას გულისხმობდი ამ შემთხვევაში. თუ კი გაქვთ დაინტერესება ამ მიმართულებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე და იქ მოიძიოთ აპლიკაციის ფორმა. ბოლომდე სააპლიკაციო პერიოდი, მაგრამ გასაუბრების მანამდე დავიწყებთ, ეს პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მალე გამოხატავენ თავის სურვილები და შეავსებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს მოგადადებენ. ასე რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე, შეავსოთ აპლიკაცია, გაგზავნოთ და შემდეგ თქვენ გელით გასაუბრება და მე პირადად გისურვებ წარმატებას, იმიტომ რომ მოხალისეთ ყოფნა ისეთ ღონისძიებაზე, როგორც სუპერთასია, მე ამ გადაცემის შემდეგ ვინც გამოხსოვს ეს ერთგვარი რეკომენდაცია. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ხაჯიძეს, რამდენიმე წუთით შევისვენოთ, მცირე სარეკლამო ჭრაგვი იქნება და შემდეგ უკვე ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იქნება გიორგი მერებაშვილი, ფეხბურთელი, რომლის წარდგენაც ქართულ სპორტულ საზოგადოებას ნამდვილად არ ჭირდება და არა მარტო სპორტს. გიორგის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, მით უმეტეს რომ მას საფეხბურთო თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეექმნა, ცხოვრებას გულისხმობს საფეხბურთო ცხოვრებას, იცით რომ მისი კლუბი გარკვეული პრობლემების წინაშე დადგა, ამას დაემთხვა რაღაც თემები, რომლის შესახებაც მე ვთვლი, რომ ღირს მასთან საუბარი, ასე რომ 2 წუთში ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით.